მორდოვიაში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა მისცა თანხმობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, სხვა ზეწოლის ფორმების გამკაცრებაზე და სამხედრო მოქმედებების გამკაცრებაზე რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღრმად შთაბეჭდილებულია და სავსეა ენთუზიაზმით უკრაინის კამპანიის გამო, რომელიც მიზნად ისახავს დარტყმებს რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე. ამიტომაც ურჩია ზელენსკის იმოქმედოს უფრო თამამად. ამის შესახებ წერს რიგი დასავლური მედია საშუალებები. უკვე დღეს ხდება ცნობილი, რომ ამერიკის სამხედრო დაზვერვა აქტიურად გადასცემს მონაცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისთვის. ანუ დონალდ ტრამპი უბრალოდ არ უჭერს მხარს. ის რიტორიკულადაც უჭერს მხარს ასეთ თავდასხმებს და პრაქტიკულადაც. და აი ამ ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა ორენბურგის ოლქში გაზპრომის გაზის გადამამუშავებელ და ჰელიუმის ქარხნებზე მიიტანეს იერიში, თანაც ადგილობრივი პარტიზანების დახმარებით. ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხანამ კოპოტნეში, იმავე ქარხანამ, რომელსაც 18 ივნისის თავდასხმის დროს რეზერვუარ სახურავი მოეხსნა, სრულად შეაჩერა მუშაობა მინიმუმ წლის ბოლომდე. ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად რუსეთის ყოველი მეოთხე რეგიონისთვის ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები შემოიღეს. და საწოვის ფასები რუსეთში ისტორიაში პირველად უფრო მაღალი გახდა ვიდრე უკრაინაში, რომელიც აღნიშნავს, პრაქტიკულად არ არის მასობრივად დაკავებული ნავთობის მოპოვებით და ბიტა გადამუშავებით. უბრალოდ დაფიქრდით, უკრაინაში ბენზინი უფრო იაფია ვიდრე რუსეთში, ბენზოკოლონკების ქვეყანაში. ამიტომ რუსეთი ოფიციალურად იწყებს ბენზინის შესყიდვას ინდიისა და ყაზახეთისგან. და აი საწვავის პრობლემების, ეკონომიკის კრახისა და რუსეთის ყველა რეგიონში დრონების თავდასხმის მუდმივი საფრთხის ფონზე კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი გეგმავს გააუქმოს სექტემბერში სახელმწიფო დუმის არჩევნები და გადადოს ისინი განუსაზღვრელი ვადით, სავარაუდოდ ომის დასრულებამდე. ხო ასეა, რუსეთში ისედაც დიქტატურაა, რაღაცა უნდა ითამაშონ ამ ფსევდოდემოკრატიაში. ვლადიმირ პუტინის ძალოვანებმა მას ურჩიეს უბრალოდ შეწყვიტოს ამ არჩევნები თამაში. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ვთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. ეს იყო პრეამბულა, ეხლა კი დეტალურად განვიხილავთ თითოეულ ამ თემას. მოდით დავიწყოთ ბოლოს სიახლით. ძალოვანი სტრუქტურები ართმუნებენ ვლადიმირ პუტინს გადაიტანოს სახელმწიფო დუმის არჩევნები ეკონომიკური პრობლემების გამო. რეიტინგის ვარდა ძალა არ არის, როგორც ამბობენ. ამის შესახებ მედუზას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა ორმა წყარომ აცნობა. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ლობირებენ კერძოდ FSB-ს ხელმძღვანელები და რუსეთის გვარდიის უფროსი, პუტინის მეგობარი და ყოფილი პირადი მცველი ვიქტორ ზოლოტოვი. უსაფრთხოების ძალების თავაზობენ უბრალოდ ცირკის დათმას. ჯერ განაცხადონ არჩევნების გადადებაზე, შემდეგ კი საერთოდ გააუქმონ ისინი. და შემდეგ მოიყვან ციტატას გამოცემა მედუზადან. დაიწყო ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები. ფასების მუდმივი ზრდა, შემცირება და შეკვეცა საწარმოებში. გასაგებია, რომ სიტუაცია მხოლოდ უარესდება და ეს ყოველთვის აისახება ხელისუფლების რეიტინგებზე. მთელი კონტროლის მიუხედავად, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება მამაცური ამოცანაა, განმარტა წყარომ მედუზასთან. მან აღნიშნა, რომ ძალოვნები მისდევენ მიდგომას. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. და ადრე სწორედ ამით ხელმძღვანელობდნენ ინტერნეტის დაბლოკვისას. ამასთან სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადების განხილვა მხოლოდ საუბრის დონეზე მიმდინარეობს. ამავე დროს წყაროების თქმით, ასეთი საუბრები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა უპილოტოებმა მოსკოვზე თავდასხმები განახორციელეს. საინტერესოა, რომ მედუზას ინფორმაციით, არჩევნების გაუქმებისა და გადადების წინააღმდეგ გამოდის რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმკა მედვედევი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური ბლოკი სერგეი კირიენკოს ხელმძღვანელობით. კირიენკოს არ შეიძლება გასაგებია რატომაც. ის პოლიტიკურ ბლოკს ხელმძღვანელობს და უნდა აჩვენოს. საერთოდ რატომ არის ის პოლიტიკურად. ხოლო მედვედევი ოცნებობს, მიიღოს სრულიად გასაგები და მნიშვნელოვანი პოსტი სახელმწიფო დუმის სპიკერის თანამდებობა და არა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც საერთოდ არაფერს წყვეტს და მხოლოდ არაყის სმა და სოციალურ ქსელებში ასეთი მთვრალი პოსტების წერა შეუძლია. და აი როგორც მედუზას წყაროებმა განაცხადეს, არჩევნების გადატანის ერთ-ერთი გზა არის საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება. საკმარისია გარკვეულ რეგიონებში შემოიღონ, მაგალითად ბელგოროდის ოლქში ან ოკუპირებულ ყირიმში. ეს საკმარისი იქნება. რუსეთის საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ კანონის მიხედვით, ასეთ სიტუაციაში მოქმედი სახელმწიფო დუმის მოწვევა გააგრძელებს მუშაობას შეზღუდვების მოხსნამდე.
მაგრამ მართლა ესეთი პრობლემები აქვს ვლადიმერ პუტინს, რომ მზად არის არჩევნებიც კი გადადოს, ან გააუქმოს. უკრაინული დრონების თავდასხმები სულ უფრო ძლიერდება და შედეგიანია. უკრაინულმა უპილოტოებმა 24 ივნისის ღამეს ორენბურგის ოლქი დაარტყეს. დარტყმის ქვეშ მოექცა ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა და ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა. ორივე ეკუთვნის გაზპრომის ჯგუფს და წარმოადგენს ამ დარგის უმსხვილეს საწარმოებს. ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც შედის ორენბურგის გაზოქიმიურ კომპლექსში, ეს სხვათა შორის მსოფლიოში უმსხვილესია და უზრუნველყოფს წელიწადში თითქმის 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გადამუშავებას. წელიწადში მინიმუმ 3 კერის ალება დაფიქსირდა. თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ასევე ადგილობრივი ჰელიუმის ქარხანა, რომელიც აწარმოებს მასალას, რომელიც გამოიყენება რაკეტებისა და ავიაციის წარმოებაში. ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა ბუნებრივი გაზის კომპლექსური გადამუშავებით აწარმოებს ჩვეულებრივ სასაქონლო გაზს, გოგირდს, გაზის კონდენსატს და სხვა პროდუქტებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გამოიყენება იარაღის წარმოებაში. გასაგებად რო ვთქვათ, ორენბურგი მდებარეობს თითქმის 2000 კილომეტრში უკრაინიდან ევროპის და აზიის საზღვარზე. მაგრამ ბევრად უფრო დრამატულია უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგები ობიექტებზე, რომლებიც ჩვენთან უფრო ახლოს მდებარეობს. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნეში, რომელიც ივნისში 16 და 18 ივნისს ორჯერ გახდა დრონების თავდასხმის ობიექტი, ვერ შეძლებს მუშაობის განახლებას სლევანდელი წლის ბოლომდე. მოსკოვის ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის მიწოდების მესამედზე მეტს რუსეთის დედაქალაქში. საუკეთესო შემთხვევაში შეძლებს დაზიანებების არმოფრას 2027 წლისთვის. როიტერსის წყაროები ამტკიცებენ, რომ წლიურად 14 მილიონი ტონა სიმძლავრის ქარხნის შეკეთებას მინიმუმ 9 წელი დასჭირდება და ეს საუკეთესო შემთხვევაში. როგორც ცნობილია, 16 და 18 ივნისს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმების შედეგად დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დაანდგარი. შედეგად ქარხანამ, რომელიც წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ტონა ბენზინს და 3 მილიონ ტონა დიზელს აწარმოებს, სრულად შეწყვეტა მუშაობა. ამავე დროს რუსეთის საინვესტიციო ბანკის სინარას ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ უფრო რეალისტურ სცენარში მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არდგენითი რემონტის ღირებულებამ შეიძლება 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს და შეიძლება 1 წლამდე გაგრძელდეს. მათი თქმით, 9 წელი ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზია. ამ ფონზე რუსეთში საწვავის კრიზისი მძაფრდება უკრაინის დარტყმების გამო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. 24 ივნისის დვავარეობით ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე შეზღუდვები ოფიციალურად უკვე 22 რუსეთის რეგიონში შემოღებული. ანუ საწვავის შეძენა ქვეყნის ყოველი მეოთხე სუბიექტში გართულდა. და ხაზს უსვამ, ეს მხოლოდ ოფიციალურად აღიარებული პრობლემებია. მაგრამ სხვა მაგალითებიც არსებობს. სიბირში ლიმიტები მოქმედებს რუსეთის უმსხვილეს ნავთობის რეგიონში, ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში, სადაც მოიპოვებენ რუსეთის ნავთობის 40%. წარმოიდგინეთ რეგიონი, რომელიც ნავთობის ნამდვილი საბადოა, რომელიც მთლიანად ნავთობის მოპოვებასა და გადამუშავებაზეა დამოკიდებული, ამ რეგიონში ბოდიშით ბენზინის გაცემაზე ლიმიტები დააწესეს რუსებისთვის. გარდა ამისა, პრობლემები გაჩნდა ტიუმენის, კურგანის, ომსკის, ნოვოსიბირსკის, კემეროვსა და ირკუტსკის ოლქებში. მაგრამ ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით დუმს. ჯერჯერობით ამაზე ძალიან ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. პროკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კირიმზე, საერთოდ არ ლაპარაკობ, იქ ბენზინს ჩვეულებრივ ადამიანებს საერთოდ აღარ კიდიან. და ეს უკვე ხუმრობა აღარ არის, ეს უკვე ოფიციალური განცხადებაა, ასე წოდებული ყირიმის ხელმძღვანელის, აქსიონოვის, რომაც პირდაპირ თქვა, რომ დიახ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს ბენზინს აღარ აძლევენ. არც დაუნებით, არც QR კოდებით, არც ნაცნობებით, არც კავშირებით, არც არაფრით. არა, უბრალოდ ფიზიკურად აღარ არის. და მხოლოდ 23 ივნისს დიქტატორ პუტინთან თათბირზე რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა აღიარა, რომ მიმდინარე მდგომარეობა საწვავის ბაზარზე, ციტატა, რთულია, მაგრამ კონტროლირებად. მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ გამოიყენა რეზერვები, რომლებიც აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. შემდეგ მისი ციტატა: მაქსიმალურად ყველა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე გაიზარდა მათი გამოყენების სიმძლავრეები. ანუ ისინი ახლა უბრალოდ გადატვირთვით იმუშავებენ. შეამცირეს რემონტების ვადები, დაგეგმილი რემონტები გადაიტანეს უფრო გვიან პერიოდზე. ანუ არსებობს რისკი, რომ ის უბრალოდ რომელიღაც მომენტში თვითონ გაფუჭდეს. მთავრობამ აკრძალა ბენზინისა და ავიაკეროსინის ექსპორტი და განხილავს დიზელის საწვავის ქვეყნის გარეთ გატანის სრულ აკრძალვას. ნივიდა იმ დონემდე, რომ ერთ-ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ აზიმუტმა
დაიჩიულა ავიაციური საწვავის კრიტიკულ დეფიციტზე. და როგორც ავიაკომპანიაში განაცხადეს, დეფიციტი და ფასის მკვეთრი ზრდა მასობრივი რეისების ჩაშლით არის სავსე. იქ იჩივლეს, რომ ივნისის დასაწყისიდან რუსეთში ავიაციური ნავთის შესყიდვის ფასები საშუალო თითქმის 20%-ით გაიზარდა. ამავე დროს ფაქტობრივი მიწოდების მოცულობები დაახლოებით მესამედით შემცირდა ხელშეკრულებებში შეთანხმებულთან შედარებით. მახაჩკავის აეროპორტში საწვავი საერთოდ ერთდროულად 64%-ით გაძვირდა. Reuters-ის მონაცემებით რუსეთში ბენზინის წარმოება ამ დროისთვის მხოლოდ შიდა მოთხოვნის დაახლოებით 80%-ს ფარავს. ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემდეგ, რომლებიც ივნისში მოსკოვში, ნიჟნეკამსკში, ტიუმენსა და ვოლგოგრადში მდებარე საწარმოებს შეეხო. ხოლო მაისში შეგახსენებთ კიდევ 16 ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. ბენზინის წარმოება 25%-ით შემცირდა და დღეში 85,000 ტონამდე დაეცა. ამასთან ზაფხულის თვეებში რუსეთის ეკონომიკა ყოველდღიურად 110,000 ტონა ავტობენზინს მოიხმარს. შედეგად გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ემზადება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბური იმპორტის დასაწყებად, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი დაფაროს. ამის შესახებ ასევე ისაუბრეს გუშინდელ თადბირზე ვლადიმირ პუტინთან. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტში, რომელიც საწვავის ბაზრის სტაბილიზაციას ისახავს მისდად, გათვალისწინებულია ბიუჯეტიდან სუბსიდიების შემოღება იმ ნავთობკომპანიებისთვის, რომლებიც ბენზინს საზღვარგარეთ ყიდულობენ. ამასთან ამ კანონპროექტს უკვე სწრაფად დაუჭირა მხარი დუმის ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტმა. და მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში, შეიძლება ითქვას, სახელმწიფო დუმამ ამ კანონპროექტი პირველ, მეორე და მესამე მოსმენაში ერთდროულად უნდა მიიღოს. აბა როგორ არ დავარქვათ რუსეთს ცივილიზებული სამყაროს ჩვეულებრივი ნედლეულის დანამატი. რომ არა სასარგებლო წიარისეული, რუსები როგორც სახეობა ალბათ უკვე გადაშენდებოდნენ, რადგან ისინი თვითონ არაფერს აწარმოებენ, მხოლოდ მიწიდან იღებენ რაღაცას. აგიხსნით რატო ამ უფამას? საქმე იმაშია, რომ ინდოეთი გახდა რუსეთის საზღვაო ნავთობის უმსხვილესი მყიდველი, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს. რუსეთისგან შეძენილი ნავთობის ნაწილი ინდოეთი ექსპორტზე აგზავნის ნავთობპროდუქტების, დიზელის, გაზოილისა და ბენზინის სახით. ამასთან ინდოეთის ბენზინის ექსპორტმა გასულ წელს რეკორდულ 400,000 ბარელზე დრეში მიაღწია. 400,000 ბარელი დრეში, წარმოიდგინეთ ბენზინი. და ეხლა ინდოეთი გააგზელებს რუსებისგან იაფი ნავთობის ხიდვას და ისევ მათვე მიხილის ნავთობპროდუქტებს, ანუ ბენზინსა და დიზელს. იმ ბენზინიდან, რომელიც მათვე შეიძინეს ფასდაკლებით. აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია. პარალელურად რუსეთი ეხლა უბრალოდ ემუდარება ყაზახეთს. მისცე საშუალება შემოიტანოს დაახლოებით 50,000 ტონა AI 82 ავტობენზინი, ფიულის დეფიციტის გამო შიდა ბაზარზე. ამასთან რუსები სთხოვენ ყაზახეთს, რომ მის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებში მიიღონ რუსული ნავთობი, რათა მისგან ბენზინი დაამზადონ გაუბედურებული რუსებისთვის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყაზახეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებში უკვე ბენზინის წარმოების პროფიციტია. ამიტომ რაში სჭირდებათ მათ რუსული ნავთობი, რომ გადაამუშავონ ბენზინად? მათ საკმარისი საკუთარი ნავთობი აქვთ. ასე რომ აშკარაა, რომ უკრაინის თავდასხმების კამპანიამ ნავთობის ობიექტებზე თავისი შედეგი გამოიღო. თუმცა შეგახსენეთ, ერთი კვირის წინ ვლადიმირ პუტინი ამ დაბეჭავებულ და სულელ რუსებს ეუბნებოდა, რომ ეს დრონების დარტყმები ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე თითქოს კოღოს ნაკბენებივითაა. საერთოდ არაფერი ამაში ცუდი. ამბობს, ჩვენ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს და ყველაფერი წესრიგშია. საერთოდ არანაირი პრობლემა არ არსებობს. და აი აქ პუტინს საერთოდ სული ჩავარდნა და ფიასკო აქვს. მეგობრებო, აქ ცოტა ხნით შევჩერდები, რათა გთხოვოთ, მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, თქვენი გამოწერით, ლაიქით და კომენტარით. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pechi News-ი, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. ასევე გამოიწერეთ პლატფორმა Patreon-ზე. იქ გვაქვს დახურული საზოგადოება Pechi Insight-ი, სადაც თქვენთან ერთად განვიხილავთ იმ თემებს, რომლებიც აქ YouTube-ზე არ გამოდის. იქ მე ვპასუხობ თქვენს ყველა კითხვას, იქ შეგვიძლია განვიხილოთ სრულიად სხვადასხვა თემები. სწორედ იქ გეგმავთ ჩავატაროთ ასეთი დახურული სტრიმები, სადაც ვიქნები მხოლოდ მე და Patreon-ის ის გამომწერები. და იქ ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა თემებს და იქ მე ვპასუხებ ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვას. მაგალითად, კომენტარებში წერდნენ, რატომ ჯერ კიდევ არ აფასებ ამ სკანდალის თემას პოლონეთსა და უკრაინას შორის. და აი მოკლედ უკვე უპასუხე, რატომ დავწერე ჩემი აზრები ამ საკითხზე, თუმცა YouTube-ზე ამ თემას საერთოდ არ განვიხილავდით. მოკლედ გადავიდეთ აღწერაში, გამოიწერეთ Patreon-ზე და გახდით ამ დახურული საზოგადოების ნაწილი.
რამდენიმე მედია საშუალებამ წყაროებზე დაყრდნობით ბოლო დღე-ღამეში YouTube-ზე დაწერა. გასულ კვირას საფრანგეთის ევიანში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე გამოვლენილ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილებაზე რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ. როგორც ამტკიცებენ, კერძოდ Financial Times და Kiev Independent, დონალდ ტრამპი, მათ შორის უკრაინის ბოლო თავდასხმების შტაბ-ჭრილების ქვეშ, უფრო გახსნილი გახდა რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერების საკითხში. და კიდევ როგორც ირწმუნებიან, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრისას, მან მოუწოდა მას იმოქმედოს უფრო გადამწყვეტად კვეთად. ტრამპმა გამოთქვა აზრი, რომ მხოლოდ ძალა შეიძლება დაეხმაროს რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინს და თაქთეს მშვიდობას. ზელენსკისთან ვახშმის დროს ტრამპმა უთხრა მას, რომ, ციტატა, ღრმად შთაბეჭდილებულია და აღფრთოვანებულია უკრაინის კამპანიით რუსეთის სიღრმეში მიზნებზე დართმების გამო. და ტრამპმა ზელენსკის ურჩია კიდევ უფრო თამამად ემოქმედა. კრემლში თავიდან ამ ინფორმაციას ხელი აუქმნიეს. ხოლო სერგეი ლავროვმა საერთოდ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მოგონილია. თითქოს მოისმინეთ, დონალდ ტრამპს ესეთი რამ არ შეეძლო ეთქვა. ტრამპს ვერ აღფრთოვანებდა დარტყმები რუსეთზე. მაგრამ ისინი ხო ფიქრობდნენ, რომ ეს მათი სპილო იყო. რომ ეს მაინც მათი დიდი სპილოა, რომელიც მათ დაუჭერდა მხარს. არ ფიქრობ, რომ ეს რეალობას ასახავს, ეს უფრო სასულულის რეალობად გასალება. მაგრამ როგორ გაუცდნენ კრემლში როცა? დღეს Financial Times-მა ამ ინსაიტს დაამატა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამერიკულ დაზვერვის მხარდაჭერით უთხრამენ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო ობიექტებს რუსეთის სიღრმეში. Financial Times-ის წყაროების თქმით, კიევის დასავლელმა მოკავშირეებმა მოუწოდეს ვაშინგტონს გააგრძელოს ასეთი შეტევებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება რუსეთის შიგნით. მათი თქმით, ეს ხო პირდაპირ მონაწილეობა არა ეს თავდასხმაში. ეს მხოლოდ დამიზნებაში დახმარება. და როდესაც ჟურნალისტებმა თეთრსახს კომენტარი სთხოვეს ამ საკითხზე, იქ მოკლედ უპასუხეს. ციტატა. პრეზიდენტი ტრამპის ჯერა პრინციპის მშვიდობა ძალის მეშვეობით. ამასთან ერთად, დიდი შვიდეულის სამიტზე მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ციტატა, პირველად დადებითად უპასუხეს პატრიოტის კომპლექსებისთვის ანტისარაკეტო რაკეტების წარმოების ლიცენზიის საკითხზე პეტრიში. სამიტამდე შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა სცადა გავლენა მოეხდინა დონალდ ტრამპზე. მან დაურეკა ამერიკის პრეზიდენტს და მიულოცა დაბადების დღე. შეგახსენებთ, მას 80 წელი შეუსრულდა. თუმცა, როგორც წერს Financial Times, ამან არსებითი გავლენა არ მოახდინა აშშ-ის პრეზიდენტზე და თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ამის დასასრულს მოვიყვან ციტატას Energy Intelligence-ის ანალიტიკოსების ანგარიშიდან, რომელიც ასე ჟღერს. უკრაინის კამპანიამ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დიდი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც რუსეთი თავისი ისტორიის ყველაზე მძიმე საწვავის კრიზისისკენ მიემართება. ეხლა როცა უყურებთ ევროპის ქმედებებს, აშკარა გახდა, რომ დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ უკრაინამ და დასავლეთმა მიიღეს გადაწყვეტილება დაახჩონ პუტინის რეჟიმი, რათა ძალით აიძულონ ომი დაასრულოს. ამ ეტაპზე უკრაინა მხოლოდ აძლიერებს შეტევებს რუსეთის სიღრმეში და ამავდროულად აჭრეს ყირიმს რუსებს. ევროკავშირო პირველად გადაწყვიტა აღარ იწვალოს და რუსეთის წინააღმდეგ სექტორული ეკონომიკური სანქციები ერთდროულად 12 თვით გაახანგრძლივოს. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ აქამდე ევროკავშირი ყველა ამ ეკონომიკურ სანქციას მხოლოდ 6 თვიანი ვადით ახანგრძლივებდა, რაც ყოველ 6 თვეში ყველა წევრი ქვეყნის ერთსუან ხარდაჭერას მოითხოვდა. და ყოველ 6 თვეში ეს გაწელილი პროცესი იწყებოდა. ყოველ 6 თვეში პირობითი ვიქტორ ორბანი ან რობერტ ფიცო ამ სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თამაშობდნენ. ისინი რაღაცას ითხოვდნენ, ცდილობდნენ გარკვეული შერბილება მიეღოთ ცალკეული რუსი ოლიგარქებისთვის, ცდილობდნენ გარკვეული დათმობები მიეღოთ საკუთარი თავისთვის, რათა საერთოდ დაეჭირათ ხმა ამ სანქციების გახანგრძლივებისთვის. ამჯერად ევროკავშირმა გადაწყვიტა, ეს სანქციები პირდაპირ 1 წლით გაეხანგრძლივებინა, რათა მომდევნო 1 წლის განმავლობაში საერთოდ აღარ დაბრუნებულიყვნენ ამ საკითხზე. აქ როლტედის დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ უბრალოდ ერთჯერადად ფინანსურად დაუჭიროთ ხარი ამ YouTube არხის მუშაობას, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მცირე დონატით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ სულიერ განსხვავებული პლატფორმებია, აირჩიეთ ნებისმიერი, თქვენთვის მოსახერხებელი, მადლობელი ვიქნებით თქვენ ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.